გამარჯობათ, მივესალმებით საქართველოს, მივესალმები ხალხს, პატრიოტებს, ვინც დღეს გამოვიდა. ბევრი არის ისეთი, ვინც ვერ გამოვიდა, ვერ მოახერხა, მაგრამ უნდა, მე ძალიან ბევრი ვიცი და ვიცით ჩვენ, ბევრი და რატომ უჭერთ ხალხს ევროკავშირს. იმიტომ უჭერთ ევროკავშირს ხალხს, რომ ჩვენი შვილების მომავალი გვინდა ნათელი იყოს, განათლებული იყოს, დემოკრატიული იყოს. არ გვინდა მტერი, მტერი კიდე ერთია, მტერი რუსეთია, ოდითგანვე მოგდეს ეგა. და ცუდის მეტი რუსეთს ჩვენთვის არაფერი არ გაუკეთებია. ერთმორწმუნეერი არ არის. მაგათ ქრისტიანობის არაფერი არ გააჩნია და მოდი ხალხო, მოდით ცოტა გონებას დაფიქრდით, ვინც ხარს უჭერთ რუსეთს. რუსეთმა მართლა ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა ისტორიიდან. ახალი ისტორია ავიღოთ და დღემდე ეგრეა, ოკუპაცია. მტერი ყავს საერთო დედამიწაზე ერთი, ეს არის რუსეთი. ამიტომ უჭერთ ჩვენ ხარს ევროკავშირს. ევროკავშირი არის წინსვლა, გამარჯვება და განათლებული საქართველო კიდე იქნება ბედნიერი საქართველო და ძლიერი საქართველო, ძლიერი სახელმწიფო. აი ამიტომ უჭერთ ხარს. ჩვენ არც ვეკუთვნით არც ერთ პარტიას, არც არავის ხარს უჭერთ, არც არავის პიროვნების დამცველები ვართ, უბრალოდ ვართ მეომრები, რომლებიც ვიძვით უკრაინაში საქართველოს სახელით. გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მეტი არაფერი. არავის მტრობა არ გვინდა შიდა და არაფერი. გვინდა დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საქართველო გვინდა, ერთიანი და ძლიერი. ერო კიდე გამოიღვიძე და შოვს ეხლა გადაწყვეტოთ, ვიდრე მომავალ შესირაქლემის პოზით ვიყოთ რა. არავინ არ შეუშალოს ხელი მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და რა მინდა აი თქვა ყველა ის ძველი გადადით სორხარეზე და დაუთმეთით მომავალი ახალ თაობას რა. მომავალი ახალი თაობისა. ჩვენ არაფერი არ გვინდა სხვა, გვინდა კაი საქართველო და მშვიდი საქართველო ოკუპაციის გარეშე. ოკუპანტები კიდე რუსეთია. ეს დაიმახსოვრეთ. კარგად, ხარს უჭერთ ევროკავშირს. მოგესალმები საქართველო. ჩვენ ქართველები ვიბრძვით უკრაინაში თავისუფლებისთვის, ნათელი ევროპული მომავლისთვის. ვებრძვით საერთო მტერს. დღეს აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.